ზუსტად 25 წლის წინ საქართველოში სოფელ დმანისში გაკეთებულმა აღმოჩენამ შეცვალა მსოფლიოს წარმოდგენა საკუთარ წარმომავლობასა და განვითარების ისტორიაზე. 1.800.000 წლით დათარიღებული ჰომინინის ნაშთის შესახებ ინფორმაცია ზენკენბერგის საერთაშორისო კონფერენციაზეც ზუსტად 25 წლის წინ გაჟღერდა. Guten Tag, wie geht's? Gut. Ja? Und selbst? 25 წლის შემდეგ კი 100-მდე მეცნიერმა მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნიდან თავის სწორედ დმანისში პირველი ევროპელების აღმოჩენის ადგილთან მოიღარა. ზენკენბერგის საერთაშორისო კონფერენციას Homo erectus's 100+25 წელი დმანისი და მის მიღმა წელს საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა უმასპინძლა. We've gathered here some of the most important people. ჩვენ აქ შევკრიბეთ ამ დარგის უმნიშვნელოვანესი მეცნიერები. აქ არის ის 5 ადამიანი, რომელიც ფრანკფურტის კონფერენციას 25 წლის წინაც ესწრებოდა. მაშინ ჩვენ 16 ქვეყნიდან ყავდა წარმომადგენელი. ახლა კი კონფერენციაში 25-მდე ქვეყანა მონაწილეობს. ბევრი მათგანისთვის აქ ყოფნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პირველად არიან თბილისში და პირველად აქვთ საშუალება დმანისის ნამდვილი ნიმუშების საკუთარი თვალით იქნება. ასე რომ ეს კომბინაცია სამეცნიერო გამოსვლების გამოფენის და დმანისის მონახულების ამ კონფერენციის წარმატების მთავარი საიდუმლოა. კონფერენციის გახსნას წინ დონალდ ჯოჰანსონის საჯარო ლექცია უძღვოდა. ცნობილი ამერიკელი პალეოანთროპოლოგი, რომელმაც 1974 წელს ეთიოპიაში ლუსი აღმოაჩინა. 3.200.000 წლით დათარიღებული თითქმის მთლიანი ჩონჩხი, რომელიც თანამედროვე ადამიანის ყველაზე ადრეულ წინაპრადაა მიჩნეული. When I first heard of this incredible discovery here in Georgia. ამ საოცარი კვლევის შესახებ, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა 90-იანი წლების დასაწყისში გავიგე. მე მაშინ ფოკუსირებული ვიყავი აფრიკაზე და ძალიან შთამბეჭდავი იყო ჩემთვის იმის გაგება, რომ აფრიკა ადამიანმა იმაზე ადრე დატოვა, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა. ეს დაამტკიცა დმანისის აღმოჩენებმა და ამან სრულიად შეცვალა ჩვენი წარმოდგენა ისტორიაში დროის თანმიმდევრობაზე. შემდეგ ამ მუზეუმის ჯგუფმა კიდევ უფრო სრულყოფილი ნიმუშების აღმოჩენა დაიწყო. და ახლა ჩვენ საშუალება გვაქვს ნამდვილი ნიმუშები ვნახოთ და უახლესი ინფორმაცია გავცვალოთ. დმანისელი ზეზვასა და მზიას, ეთიოპიელი ლუსის და სხვა უამრავი ნიმუშის გვერდითაა დღეს ეროვნულ მუზეუმში ფრანგი მეცნიერის მიშელ ბრუნეს მიერ ჩადში აღმოჩენილი ტუმაიც. 7 მილიონი წლით დათარიღებული ჯერჯერობით ყველაზე ძველი ადამიანის ნიშნების მქონე ჰომინინი დედამიწაზე. დმანისის წყალობით ჩვენ გვყავს პირველი მიგრანტები აფრიკიდან ევრაზიაში. 90-იან წლებამდე ვინ იცოდა დმანისის არსებობის შესახებ? არავინ, ქართველებმაც კი. ახლა კი დმანის მსოფლიო მნიშვნელობა აქვს. შესაძლოა 6 თვეში ან 10 წელიწადში ჩვენ კიდევ აღმოვაჩინოთ გაცილებით ძველი ნიმუშები, მაგრამ ამ დროისთვის მთავარი დმანისია. დმანისი სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. მე 1993 წელს ჩამოვედი პირველად და რამდენიმე წელში მკვლევარების გუნდს შევუერთდი. მე ვხედავ, რომ დმანისი ცნობილია მსოფლიოსთვის ადამიანის მნიშვნელოვანი ნამარხებით, თუმცა სამეცნიერო წრეებში ის კიდევ უფრო პოპულარული ხდება, რადგან თითოეული ექსპერტი ცდილობს ნამარხების შესახებ საკუთარი დასკვნის გაკეთებას. მომავალში სავარაუდოდ სხვადასხვა წყაროებიდან გავიგებთ, რომ დმანისის ნამარხების მნიშვნელობის განმარტება სხვადასხვანაირად შეგვიძლია. მეცნიერებისთვის ეს სავსებით ნორმალურია. ჩვენ გვინდა ხოლმე, რომ ხალხს ახლებურად დავაწყებინოთ ფიქრი და საუბარი წარსულის შესახებ. დმანისის აღმოჩენიდან 25 წლის შემდეგ ზენკენბერგის კონფერენციის საქართველოში სტუმრობაც სწორედ იმაზე მოწმობს, რომ დმანისის ისტორია არ დასრულებულა. დმანისმა ცივილიზაციის ისტორიის შეცვლა დაიწყო და ყოველი ახალი აღმოჩენა მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან ყოველთვის მასთან უკავშირდება.